არა დატომო ერთი გვიწოდი. ალბათ ამას გრძნობენ ქართველი მძღოლები თბილისის ქუჩაში მანქანით გადაადგილებისას. საერთოდ ვიცი. ჩემი კაი. ამ შემთხვევით გავაკრი? კი. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ არასპორტული პრესინგის ნახევარფინალურ თამაშს, რომლის გამარჯვებულიც Match Day-ს ანდალუსიურ თავგადასავალში გაემგზავრება. 3 ღამე სევილიაში დასწრება ბეტისისა და სევილიას დერბიზე, შეხვედრა ფანებთან პაბებში, სტადიონის ტური და ეს ყველაფერი ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. ამ და სხვა თავგადასავლებზე მეტ ინფორმაციას ნახავთ ვებგვერდზე matchday.tours. დღევანდელ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ტატო ბაციკაძე, იოანე რომანაძე და გაბრიელ ბერაძე. შეიძლება დასვათ კითხვა, რომ რატომ არასპორტული პრესინგი? იმიტომ მეგობრებო, რომ სპორტი თავისი სიყვარულით, გეოგრაფია გვასწავლა, ისტორიას გავეცანით, ლიტერატურას წავიკითხეთ, ბევრ კარგ კომპოზიციას მოვუსმინეთ და მთლიანობაში სპორტი აბსოლუტ სინემა არის. ამიტომ ამ სხვა ყველაფერზე ეხლა ჩვენ გავეჯიბრებით ერთმანეთს. დავიწყოთ. პირველი ტური შეტევა. პირველ ტურში თქვენს წინ გამოჩნდება 4 სხვადასხვა თემა. რიგრიგობით დაბლოკავთ თითოეულ თემას, რომელიც დარჩება, იმაზე ვითამაშებთ. მოცემული იქნება 15 რაღაც და რაც უფრო დაბალ პოზიციიან სიტყვით, უფრო მაღალ ქულას აიღებთ. მნიშვნელოვანია 3 სტრაიკი არ მიიღოთ, იმიტომ რომ 3 სტრაიკის შემთხვევაში ეთიშებით ამ ტურს. თუ ყველაფერს გახსნით, ყველაზე მეტი ქულა ვისაც ექნება, ის აიღებს 50 ქულას, მეორე ადგილოსანი 30 ქულას, მესამე 0 ქულას. თუ ორი კაცი გასტრაიკდა და ისე მოიგო ვიღაცამ, თავისთავად ის იქნება გამარჯვებული და 50 ქულის მფლობელი. დღევანდელი თემებია: ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსები, კომპანიები, რომლებიც ბაზრის კაპიტალიზაციით არიან ტოპ 15-ში, ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების ფრანშიზები ქართულად და ყველაზე გაყიდვადი წიგნები. აბა ვინ დაბლოკავს პირველი? მე დავბლოკავ. დაბლოკე. ყველაზე გაყიდვადი წიგნები. ყველაზე გაყიდვადი წიგნები დაგვეშვიდობა. შემდეგი ტატო შენ ხარ? არა, ბოდიში, გაბრიელ შენ ხარ? ტურს აზრი კონდეს, მუსიკოსები უნდა დაბლოკო. აუცილებლად. მუსიკოსები დაიბლოკა. დაგვრჩა ან დიდი კომპანიები, ან დაგვრჩა ვიდეო თამაშები. სიამოვნებდა ვითამაშები, ისორი დაბლოკეს. კაი, კომპანიებს დავბლოკავ მე და ვიდეო თამაშები ვითამაშებ. ვიდეო თამაშები დაგვრჩა. კი ბატონო, მეგობრებო, ვიდეო თამაშები აქ შედის, ანუ ფრანშიზები, რაღაც სხვადასხვა პერსონაჟების იქნება თუ სერიების სხვადასხვა თამაშების, ამაზეა საუბარი, შესაბამისად უბრალოდ ეს სერიები მინდა რომ მითხრათ. დავიწყოთ, ტატო ბოლო შენ დაბლოკე, შენ ამბობ პირველს. მე ვამბობ? კი. FIFA. FIFA არის მე-7 ადგილზე. 325 მილიონი ქონდა გაყიდული, როცა ეს კითხვა დაიწერა. ამიტომ 7 ქულა ეს არის ყველა დროის თუ წელს, კი არა შარშ. არა, ყველა დროისა. ოკეი, всё. Roblox. ივანე? Roblox-ი არ შედის 15-ში ფრანშიზების და Strike. შემდეგი. თუ იყოს NBA. NBA 2K არის მე-13 ადგილზე და ესაა 13 ქულა. GTA. GTA მე-5 ადგილზეა 460 მილიონით, 5 ქულა. Last of Us-ი? არა, Last of Us-იც მეორე სტრაიკია. Last of Us-ის მოსვაპირებდი ართ. Last of Us მე ჩოპირებ. Call of Duty? მე-3 ადგილზეა Call of Duty. ტატო? Tetris. მეორე ადგილზეა Tetris-ი მეგობრებო. 520 მილიონით. ივანე, ეხლა თუ არასწორად უპასუხე, რა უნდა ემშვიდობები? Fortnite. Fortnite არის მე-3 სტრაიკის სამწუხაროდ და ამ რაუნდს დაემშვიდობა. გაბრიელ. Red Dead Redemption-ი? სტრაიკია, პირველი სტრაიკი შენთვის. მაგას ვაპირებდი. Mario. პირველი ადგილი, რა თქმა უნდა, Mario-ს. Minecraft-ი? მე-6 ადგილი და 6 ქულა. Counter Strike? Counter Strike არ არის. არ არის? Strike-ია. არა დატომო ხომ ერთი გვიწოდი კიდე და. Counter Strike არ არის. God of War-ი? ავე უნდა მეთქვა. მეორე სტრაიკი. ვა, კიდე კაი.
ვა, რაღა დარჩა აბა, მოიცა. სონიკი? სონიკი მე-15 ადგილია. სად გავცურე ჩემიკა. თუ ვერ უპასუხე გაბრიელ სწორად რაუნდი სრულდება. ბიჭო, ამდენი თამაშია, რეებია. Battlefield-ი? არა, სტრაიკია მესამე. თამაშები, რომელებიც არ გითხოვთ, პოკემონია მე-4-ზე. ასევე Assassin's Creed-ი არ გითხოვთ, Final Fantasy, Wii-ის თამაშები, Sims-ი, Resident Evil-ი და NFL-ი. Need for Speed-ი და ერთად არიან? ერთად არიან მე-14 ადგილზე. Need for Speed. Need for Speed-ი და Assassin-ი უნდა მოხსენებოდა. კი. პირველი რაუნდის შემდეგ 50 ქულა ტატოს, 30 ქულა გაბრიელს, ჯერჯერობით იოანეს ქულა არ აქვს, თუმცა წინ არის მეგობრებო ყველაფერი მთელი თამაში და ვიწყებთ მეორე რაუნდს ტაქტიკოსი. მეორე რაუნდი მეგობრებო გაერთიანებული იქნება ერთი დიდი კოლგის ქვეშ, სახელად ყველაფერი ხელოვნებაა. ოღონდ კითხვების უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა ხელოვნებაზე არ იქნება. თემები საცეკვაოები ჩამირთე. რაღაც მუსიკასთან და მუსიკოსებთან დაკავშირებული. მეორე, ჩხიბთა ქორწილი, ანუ როგორ დავხატოთ ფრინველები. კლავიატურის ლომები, ამ თემაში კლავიატურის ღილაკებზე იქნება შეკითხვები. რატომღაც თემას სახელად რძე და სულ შენი არაა მეცმა თამაშე ერთი ხელი, აქ არის კი ვიდეო თამაშების გარშემო კითხვები. ტატო? დავიწყო? იმიტომ რომ შენ მოიგე პირველი რაუნდი. შენი გაი. რანაირი კატეგორიებია, ვაფშე გონზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება მინდოდეს აქენა რომ ყველა საცეკვაოები ჩამირთე 20 იყოს. საცეკვაოები 20. მუსიკაში ამ ტერმინით აღწერენ პასაჟს, რომელიც ნამუშევრის ან მოქმედების ბოლოშია. შესაძლოა სულ რამდენიმე ნოტი იყოს ან კომპლექსური სრული სექცია. საქართველოში ასე ქვია სოფელს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, ხოლო ამერიკაში 2021 წელს გამოსულ ოსკაროსან ფილმად იციან. 2021 წელს მთავარი ფილმისთვის მოიგო ოსკარი. შეგახსენებთ თქვენ, რომ შეგიძლიათ დასწრებაზე დააჭიროთ სხვებს, ვინც ეს კითხვა არ აგირჩევიათ, ოღონდ თუ არასწორად უპასუხეთ, -10 ქულას მიიღებთ. თუ სწორად რამდენ ქულიანიც არის შეკითხვა. არ მახსოვს რა. ფილმზე პარაზიტი მახსენდება, მაგრამ პარაზიტი ხო არ არის. მუსიკალური ტერმინი უნდა ვიცი იყოს. ხო, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეპილოგი არ ვიცი არაზე. კოდა არის, მუსიკალური ტერმინი არის, ფილმი არის კოდა და სოფელი არის კოდა. შემდეგ იოანე შენ უნდა აირჩიო რა თემა გსურს და რამდენ ქულიანი შეკითხვა. რძეზე იყო 20-იანი. რძე 20. In the Aeroplane Over the Sea ასე ქვია ამ ბენდის ალბომს, რომელიც ჯებ მაგნუმის კოლექტივისთვის მეორე და კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. ეს ნამუშევარი საკულტო ქმნილებად და ინდი როკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად იქცა. კომპოზიციების კრებული, რომელსაც ადამიანები სასტუმროში დიდი სიამოვნებით უსმენენ. და უნდა დავასახელო ბენდი? კი. გათხოვ რომ ინდი როკი დიდად არ გიყვარს. არა. არც მაქვს. ეს ბენდი არის Neutral Milk Hotel, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ინდი ბენდი, რომელიც ამ საუკუნეს უნახავს. ნო. არა, ეს გავლენიანი ბენდი ნადათ არ არის. ნამდვილად ერთ-ერთი გავლენიანი. საფეხბურთო პრესინგი მენატრია. თავად მუსიკოსები ამას გეტყვიან. თვითონ თუ მეტყვიან თავისი ბენდის წევრები კი? არა, სხვა მუსიკოსები, ინდი მუსიკოსები. მე ვიყავი ყველაზე დიდი გავლენიანი ინდი როკ გუნდი. არა, შენ არ უნდა თქვა, კაცო, სხვა ისინი იტყვიან, ინდი მუსიკოსები. 20 საუკუნის მიწურულს ჩათვალე რომ ამან დაიწყო მერე ერთ-ერთი უდიდესი ტალღა, რომელსაც მოყვა ისეთი ბენდები, როგორიც არის, არ ვიცი, Strokes-ი იქნება თუ TV on the Radio თუ Yes-ი, ასე შემდეგ. კაი, გაბრიელ. აი, მესმისო საფეხბურთო გენატრება, მაგრამ ძალიან თან. კლავიატურის ლომები 20, რა ნახოთ რა. კლავიატურის ლომები 20. EA Sports-მა ცნობილი სიმულატორის ეს ნაწილი 2009 წელს გამოუშვა და მისი თამაში PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Windows სისტემაზე შეიძლებოდა. განსაკუთრებულად სასიამოვნო მისი თამაში სპეციალური სათამაშო საჭით ხდებოდა. აბა გაბრიელ რა არის? საჭით ფორმულა 1?
ფორმულა 1, ანუ F1 კლავიატურის. არ არის სწორი პასუხი. დათო? ალბათ Need for Speed-ი არის, იმიტომ რომ Speed-ი არის ეგეთი ღილაკი კლავიატურაზე. Need for Speed-ი რომელი ღილაკია? Speed-ი არ არის კლავიატურაზე ღილაკი? არა. ამიტომ უნდა დამიკონკრეტო რომელი Need for Speed-ი. ჰა? უნდა დამიკონკრეტო Need for Speed-ი სწორია, უბრალოდ სხვა Need for Speed-ი არის, კი არა, კონკრეტული Need for Speed-ია, რომლის გამოც არის სახელის გამოც ეს კითხვა აქვს ამ თემაში. ანუ შემთხვევით გავარტყი? კი. არ ვიცი, Enter და Space-ი არ არის ეგეთ სახელები და არც ტაბი არის და არზე კონტროლი არ არის. Shift-ი. 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 დათო აირჩიე. რატომ ასულო Speed-ი იყო ესა? არ ვიცი. აუ არა და F1 რა, კარგად იყო. მეთქი აუ Speed-ი მასულდა და იყო ღილაკი კლავიატურაზე. სულ შენი არა მეც მოთამაშე რა არის ეგ რაზეა? კომპიუტერულ თამაშებზე. მოიცი მაშინ არ გინდა. როგორ დავხატოთ ფრინველები ჩემიგან. მოდი იცი რა. საცეკვავებს ჩამერთე 10. საცეკვავებს ჩაგირთავ ეხა 10-იანს. თუ გინდა შენი პაროლი ჰაკერებმა თვალის დახამხამებაში არ გამოიცნონ, ეს ამერიკული ბენდი იდეალური ვარიანტია. 9 სიმბოლოსგან შედგება, მოიცავს დიდასოს, სიმბოლოსა და რიცხვს. და თვალის დახამხამებაშიც ვერავინ გამოიცნობს. Nine Inch Nails-ი? არა. Blink, რომელიც არის დახამხამება, ტირე 182. ანუ შეიცავს ყველაფერს რა, დიდი ასოც არის, რიცხვიც არის, სიმბოლოც არის. ივანე? ისე რძე იყოს 30. რძე 30. იყო არც რძე. ინგლისურ ენაში ამას სამეფო ჟელე ეწოდება. ის მდიდარია პროტეინით, კარბოჰიდრატებით, წყლითა და ვიტამინ B6-ით, რაც სიმბოლური არის თან. B6-ია სიმბოლური. ქართულ ენაში კი ამ სახელით ვიცნობთ. რა არის ეს? ფუტკრის რძე. ლიუს 30 კულა. ლიუს მე 30 ვსვამ კულა. ყოველ დღე. შვენიერ. საყვარელი დანამატი. გაბრიელ. მე პუდინგი მეგონა. მოდი იყოს ვიდეო თამაშები 20. ამ თამაშის მთავარი გმირი ზაგრეუსია, რომელიც ცდილობს მამამისის მიწისქვეშა სამფლობელოდან გააღწიოს და ოლიმპოს მთას მიაღწიოს. ეს თამაში ხშირად შეგვხვდება საუკეთესოთა სიაში, roguelike ჟანრის ნამუშევრებში კი მუდამ მოწინავე პოზიციაზე. მოდგენა God of War ხო არა? არა, მაგრამ ახლოს იყავი რაღაცნაირად, იმიტომ რომ Hades-ი არის ეს თამაში და მითოლოგიაში ახლოს ხარ. Hades-ი თუ იყო თამაში საერთოდ არ ვიცოდი. დატო. კლავიატურის ლომები 10. კლავიატურის ლომები 10. სიმბოლურია, რომ ეს ლეგენდარული სიმღერა დევიდ ბოუიმ 1969 წელს გამოუშვა. Всё? კი? Space Odyssey. ლიუს 10. აბა? იყოს რძე 10. რძე. ამ ადგილზე არ არსებობს არავითარი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ მოწველა ადგილობრივმა ცხენის რძე. ეს უბრალოდ ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მახლობლად მდებარეობს. დაასახელე ეს. ცხენის რძე გევიხსენ რა. მე ვერ დავაჭერ, ხო? ცხენის წყალი იყოსაფერში. არა, მეორე იყო გაბრიელი, ხო მე მგონი? გაბრიელ. კუმისი. სწორია. კუმისის ცხენის წეს ქვია კუმისი. კუმისის თმა არის პასუხი. გაბრიელ? მარტო ძროხის. ვაა. ფუტკრების წოდება. ხულიანი კაი იყო და მოდი აბა. არა, მოდი, ცხენთან ხურწელი იყოს 20 ხულიანი. კაჭკაჭი ამ ხატვის ზამთრის ნახატების სერიის ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. კაჭკაჭი მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, სადაც ფერადი ჩრდილები გამოიყენა. ფერადი ჩრდილები, რომელიც წლების შემდეგ იმპრესიონიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ეს მხატვარი მინდა. მათქონ ხატვარი. ის დროსაც ანუ ფერადი ახალი იყო. არა. ინგლისელი არის მე მგონი. გვარში ვერ ვიხსენე. ჩემი. წარმოდგენა არ მაქვს. ეს მხატვარი ფრანგი კლოდ მონე გახავთ, მეგობრებო. დატო? სულ შენი არა მეც მათამაშე ერთხელ 10 კოლა.
ბოლო ეს რეზე ფაჰლავი გახდათ. პირველად ეს თამაში 1900 პრინციპია. ნამდვილად სპარსეთის პრინცი ბოლო რეზე ფაჰლავი იყო. ლეო სათიკულა. ივანე? ყველაფერი ხელოვნება 30. ყველაფერი ხელოვნება გამაერთიანებელი, ანუ საცეკვავები ჩამირთე? 30. საცეკვავები 30. ამ მუსიკოს შევხვდებით არც ისე დიდი ხნის წინ აღმოჩენილ ობობის დასახელებაში. მსგავსი ობობების გამაერთიანებელ სახეობას უცხო სიტყვათა ლექსიკონში განგვიმარტავს როგორც ამობურცულზოლებიანი ბამბის ქსოვილი. თქვენ კი შეიძლება მისი ბენდის ლეგენდარული ალბომის გარეკანი გახსოვდეთ, რომელზეც ენდი უორჰოლის პრინტია გამოსახული. ერთი წამი. აბა, რა სიტყვი? აზე. ეგეც პასუხია, დადო? ეს უნდა იყოს ლურიდი. ნამდვილად, ლურიდია ქვია ამ ობობას. Velvet Underground-ის ალბომი არის, სადაც ბანანი იმისი. კი ბატონო. პლუს 30 კულა. გაბრიელ? თამაშები 30. თამაშები 30. სრულიად სხვა რამე ქვია ამ თემას, მაგრამ კაი. კიაროსკურო, ასე ქვია ტერმინს მხატვრობაში, რომელსაც ქართველები შუქ ჩრდილს ვეძახით. აი, რასაც ფრანგები უწოდებენ, ის ამ 2025 წლის საუკეთესო თამაშის სახელია. სადაც მხატვრობა სიუჟეტში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. საუკეთესო თამაში ჯილდო მოიგო. აუჩი. ჩემი შეფასებითაც საუკეთესოა, მაგრამ ისედაც რო იცოდე. მარტო ჩემზე რო არ იყოს. მე არ ვიცი, შენ გიყვარს League of Legends-ი, მოდი ეგ იყოს. არა, რა თქმა უნდა. ხა იყო და ჯილდო და აი ვაი, ხოქს აღარ მასუზარე. დააჭირა ვიღაცა? არა. არა. კლარო ობსკურარი, ექსპედიცია 33 მეგობრო. ექსპედიცია 33. კი ბატონო. ტატო? შევთა ქორწილი გინდა თუ? კლავიატურა 30 იყოს. კლავიატურა 30. ამ ფილმის ინგლისურენოვან სახელში ერთ-ერთი ღილაკი ფიგურირებს. იგი ჯონ კარპენტერმა გადაიღო 1991 წელს და მის პოსტერზე თავისუფლების ქანდაკების თავი და შეშინებული ხალხია გამოსახული. აბა, გაგზელებაც აქ ამ ფილმს. ამის ყვა შემიძლია. ჩემი კარპენტერს რამდენიმე ფილმია გადაღებული. სადაც კლავიატურა გინდა ოღონდ. ვიცი ხო, მაგრამ არის. არ გასცენდება. ისინი აქ არიან. არა. Escape from New York არის, კულტრასელი თამაშობს, ეგეთი საკულტო ფილმი არის. კი. აბა. ივანე, ჭირთა ქორწილი რომელი გინდა 10-იანი თუ 30-იანი? 30-იანი. ინდიელების ლეგენდის მიხედვით, ფლეიტა გაჩნდა მაშინ, როდესაც ის საკვებს ეძებდა. ცნობილი ანიმაციური ისკი უოლტერ ლანცმა 1940 წელს შექმნა. დაასახელე ეს ფრინველი. თუთიყუში. არა. კონდორი? კოდალა არის. კოდალა. ბევრი, ანუ ინდიელებს წარმოედგინათ, რომ ეს ბევრი ტყვისაგან ხრელები გააჩინა და ფლეიტა გაჩნდა და ეს ვუდი ვუდპეკერი არის 40-იანი წლების ანიმაციური არსება, ქმნილება და გაბრიელ შენ დარჩა ეს 10-ქულიანი და პირდაპირ წავიკითხავ. Counter Strike-ში ამის შეძენა შეიძლება B14 კოდის აკრეფით და $700 დაგიჯდებათ. ეს პისტოლეტია, მაგრამ საფრინული სახელია. არ ვიცი ამას. არ გაგპასუხე? დეზერტი. დეზერტ იგლის სწორი პასუხია, +10 ქულა. ამით მეგობრებო, მეორე რაუნდი ამოიწურა. ტატოს აქვს 100 ქულა, გაბრიელს აქვს 40, ივანეს კი 30 ქულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე რაუნდის თემას აირჩევს ტატო. მეგობრებო, ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერიში და მესამე რაუნდის თემებია. ექიმს დაურეკეთ.
900 იქით და ძროხა DJ ძაღლი break dance. როგორც ხვდებით, პირველი ექიმებზეა და მედიცინაზე, მეორე არის თევზზე და გეოგრაფიაზე და მესამე კი მუსიკაზე. რომელი გინდა დატო? მუსიკაზე თემას ძროხა DJ ძაღლი break dance. ვისაც დანახი არ აქვს ეს ვიდეო აუცილებლად ნახეთ. ახალ თაობას მიმართავ. დავიწყოთ. პირველი კითხვა, აქაც მეგობრებო, დასწრებაზე არის თამაში, აქაც რა, აქ არის დასწრებაზე თამაში. ერთმა თუ არასწორად უპასუხა, მეორე შეუძლია უპასუხოს, მეორეს თუ არასწორია, მესამე შეუძლია უპასუხოს. ყველა კითხვა არის +10 ქულა ან -10 ქულა. დავიწყეთ. პირველი კითხვა. ტელევიზიის წამყვანი. სტანდარტულად ეკრანზე ვხედავთ მის თავს და ტანის ზედა ნაწილს. გადაცემის მიმდინარეობისას კამერას ესაუბრება. ესაა ამ ტერმინის განმარტება. თუ ასე ვერ იხსენებთ, მაშინ დევიდ ბირნის 70-იან წლებში შექმნილი ბენდის სახელი Talking Heads. Talking Heads ქვია ესეთ ადამიანებს მედიაში. მეორე შეკითხვა. 1997 წელს გამოსული კიოში კუროსავას შექმნილი ჰორორ დეტექტივი. ნამუშევარი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იაპონური ფილმია და J ჰორორის, ანუ იაპონური ჰორორის პიონერად ითვლება. ეს არის ის, რაც სიმსივნის, პარკინსონისა და ალცჰაიმერისთვის არ არსებობს. და ეს არის ის, რაც რობერტ სმიტმა პოსტ-პანკის გამორჩეულ ბენდად Cure, The Cure. -10 ქულა. წამალი სამწუხაროდ სიმსივნის, პარკინსონის და ალცჰაიმერის არ გვაქვს. და მართლა ძალიან კაი ჰორორია, ასევე გიჩვენებთ ნახოთ. მესამე. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ამ პრეისტორიულ პერიოდში გვირგვინები, სამეფო ტახტები და ფორმალური მონარქია არ არსებობდა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდს დედოფლები არ ჰყავდა. დამისახელეთ ბენდი. გაურისხავ პალეოლითი. არა, ბენდი, ხო, არა, -10. ბენდი პალეოლითი არ არის. დადო? Queens of Stone Age. ნამდვილად. ქვის ხანაში დედოფლები არ არსებობდნენ, მეგობრებო. შემდეგი. ალბათ ამას გრძნობდნენ ადამიანები ტერმინატორში სკაინეტის დაუმორჩილებლობისას. მატრიცაში რობოტების ჯანყისას. ალბათ ამას გრძნობენ ქართველი მძღოლები თბილისის ქუჩაში მანქანით გადაადგილებისას. ანუ შეგრძნება რომელიც გაუჩნდა სკაინეტის აჯანყების შემდეგ კაცობრიობას, რობოტების აჯანყების შემდეგ მატრიცაში და ალბათ რა გრძნობაც მძღოლებს გაქვთ თბილისში. ჩემი პირადი დაკვირვებით, იმიტომ რომ მე მძღოლი არ ვარ. არც კი ვიცი. არც ვისწავლე. პასუხი, მეგობრებო, არის Apocalypse. არა. Rage Against the Machine. შემდეგი. მათი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან მეგან გვინის სუპერგმირი მარველის სამყაროდან, ჯენქსი კიმ ჰარისონის რეიჩელ მორგანის სერიიდან და თინკერბელი პიტერ პენიდან. აი ეს პატარა არსება რო დაყვება. პიტერ პენს. ისინი ბრიტანული ფოლკლორის მითიური პერსონაჟები არიან. უნდა დამისახელოთ მათი სახელი. ინგლისურ ენაზე უნდა დამისახელოთ მათი სახელი. იმიტომ რომ ბენს ეგრე ქვია. პასუხი არის მეგობრებო Pixies. Pixies-ები არიან და Pixies არის. შემდეგი. ასე შეიძლება ვუწოდოთ დიდგორის ომში თურქ სელჩუკების საქართველოზე თავდასხმას, კიბერსამყაროში ჰაკერების დიდი კოლექტივის მცდელობა სასურველი ინფორმაცია მოიპარონ და ფაშისტური გერმანიის მიერ ქოვენთრის დაბომბვას. პასუხი არის მესივეთექი. მასიური შეტევა. რამე ჯენზი კითხვა რა. შემდეგი კითხვა. აი შეიძლება ეს ჯენზი კითხვაც იყოს, ივანე. ეგვიპტელები ამაზე თანხმდებოდნენ. ბასტეტი ამის კარგი მაგალითია. ღმერთი არის ეგვიპტურ მითოლოგიაში. იგივეს ამბობდა სუპერპოზიციაში მყოფი ერვინ შროდინგერიც. ანუ იგივეს რასაც ეგვიპტელები. ანალოგიური პოზიცია აქვს თანამედროვე ინტერნეტ სამყაროს. აქ ლაიქების მანქანები არიან ესენი. ენდრიუ ლოიდ ვებერსაც იგივე აზრი აქვს. უნდა დამისახელოთ ქართული კოლექტივი. ქართული? არ მეცინეს ქართული ეს. სადაც სახელი ფიგურებს ქართული არის.
მეგობრებო, ეგვიპტელები, რაღაცნაირი კატები რა, წმინდა კატები. კაია კატებზე თან, კაია კატები, ამაზე თანხმდებოდნენ ეგვიპტელები. კაია კატები? კაია კატა არის ქართული. აუ ხო. აუ კაია კატე გადაო ბიჭო. კაია კატა. ფიქრობდი წმინდა კატა რაღაცა არ შეიძლება იყოს თქო. თანხმდებიან ეგვიპტელები, რომ კატა კაია. ხო, თანხმდებიან. კაია კატა, შროდინგერის ამას. ლოიძებელის თანახმა მაგარი. ყველან თანახმა რომ კატა კაია. აუ კაია. შემდეგი კითხვა. ქართულ დაფებზე საუბრისას ფხალი, ნიბზიანი ბადრიჯანი და მჭადი მახსენდება. ამერიკის შეერთებული შტატების მეზობლის გახსენებაზე კი სრულიად სხვა დაფების ხმა ჩამესმის. მახსენდება, რომ მუსიკის მოსმენა ბავშვების უფლებაა. ეს ბენდია მეგობრებო, Boards of Canada, კენედა. და მათი ალბომის თავარი ალბომის გადათამაშება იყო კითხვის. ეხლა შემდეგი. მე რამდენი კითხვა? მე-9. ძმრიანი წინდები, თაფლიანი კომბოსტო მკერდზე, ქონი ცხეულის დაზელვა 90-იანი წლების ეს იყო. ეს რაც თქვენ უნდა დამისახელოთ. ეს დადა დადიანის და ირაკლი ჩარკვიანის პროექტის გახდათ, რომელიც სამწუხაროდ მალე დაიშალა. მეგობრებო, საბავშვო მედიცინა არის ეს. აუ კარგი რა. საბავშვო მედიცინა. საბავშვო მედიცინა. და ბოლო კითხვა ეს რთული არის. ბლეკაუტი. აქამდე მარტივები. არა, ეს ყველაზე რთული არის უბრალოდ. პირველ რიგში მადლობა უილიამ ემანუელ ბევანს, რომ გაუძღვება ამ პროცესს. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი საყვარელი ადამიანების ნაწილი მიწას უნდა მივაბაროთ. ეს პროცესი სევდიანია, მაგრამ სიკვდილი გარდაუვალია. უნდა დამისახელოთ ეს ერთკაციანი პროექტი. მეცაც გეტყვით, რომ ეს უილიამ ემანუელ ბევანია ეს ადამიანი. და ბარიალი არის მეგობრებო სწორი პასუხი. ეგა. ამით მეგობრებო დასრულდა მესამე რაუნდი. ტატოს აქვს 130 ქულა, ივანეს და გაბრიელს 30-30 ქულა და ვიწყებთ მეოთხე გადამწყვეტ რაუნდს ბოლო თავი. მეგობრებო, ვიწყებთ მეოთხე რაუნდს ბოლო თავი. აქ 500 პოტენციური ქულა არის. შესაბამისად, ყველაფერი წინა აქ ყველას და ყველაფერს. შეგახსენებთ, რომ თუ პირველ მინიშნებაზე გამოიცნობ ჩეკითხვას +50 ქულას აიღებ, თუ მეორე მინიშნებაზე +40 და ასე შემდეგ. მინუსებიც პირველი არის -10, მერე -20 და ჩავდივართ -50-მდე. როცა სპორტულს თამაშობდით და საფეხბურთოს იქ არ გეუბნებოდით, რომ მაგალითად სპორტის დროს რომ რა სპორტსმენი უნდა გეთქვათ, რა იმის, რომელი სპორტიდან სპორტსმენი, მაგრამ აქ უკვე კონკრეტულად გეტყვით, ვის ვითხოვ. აი მაგალითად, პირველ შეკითხვაში ვითხოვ, რომ ბენდი დამისახელოთ. ბენდი? ბენდი, მუსიკალური ბენდი. დავიწყეთ. პირველი მინიშნება პირველი შეკითხვის. ვისურვებდი ლონდონის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აქ იყოს. მეორე. საბოლოო მონტაჟში ცხოველები კედელზე უნდა ყოფილიყვნენ. მესამე. დედებს გულში პლუტონიუმ 238 აქვთ. დედებს? დედებს. მეოთხე. არავინ იცის უმაგუმა რას ნიშნავს ზუსტად. პირველივეზე ეხლა მივხვდი ხო? ეხლა ზედებს მივხვდი ალბათ რაც არის. მე მეორეზე ვიფიქრე რა უკვე. Pink Floyd. პირველი იყო ვისურვებდი აქ იყოს Wish You Were Here არის ლონდონის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა Pink Floyd-ი. საბოლოოდ კედელი გასაგებია. Atom Heart Mother-ი პლუტონიუმ 238 გადაუნერგეს ქალს, გამოიყენეს უბრალოდ და ამიტომ დაარქვეს თავის ალბომს. +20. შემდეგი ვითხოვ მეცნიერს. პირველი მინიშნება. 1884 წელს ამერიკაში ემიგრაციიდან 2006 წელს დევიდ ბოუის მიერ მის განსახიერებამდე. ტესლა, ნიკოლა ტესლა. +50 ტატო. შემდეგი, რასაც ვითხოვ, ეს არის ისტორიული ფიგურა მინდა. მართველი, დაარქვით. დაარქვით რა, მართველი იყო. პირველი მინიშნება. ის კლიტომ სიკვდილს გადაარჩინა. კლიტომ? კლიტომ. სიკვდილს გადაარჩინა. მადლობის ნიშნად მთვრალმა შუბით განგმირა. ანუ მე ამ ადამიანმა ვისაც გთხოვთ, კლიტო მოკლა. მადლობის ნიშნად ჭყალებში, იმიტომ რომ არ უნდა, რა თქმა უნდა. მეორე
მისი სახელი ორმა ქვეყანამ ვერ გაიყო. იონე? მაკედონია. ნამდვილად ალექსანდრე მაკედონელის გენერალი იყო კლიტო და არაერთგზის გადაურჩენია და შემდეგ ერთხელ თვალზე, იმიტომ რომ ბევრს ამდა მაკედონელი როგორც ამბობენ, შემოაკვარა მოკლა და მე ძალიან განიცდიდაო ეს რო დაემართაო, მაგრამ ვეღარ გააცოცხლა სამწუხაროდ. +40. მუსიკოსი მინდა შემდეგი. The Sugar Cubes-ის ვოკალისტი. შაქრის კუბების ანუ ვოკალისტი. მეორე. სოლო კარიერა და ადამიანთა ქცევის შესწავლა. მესამე. მიშელ გონდრისთან თანამშრომლობა და დაუვიწყარი ვიდეო კლიპები. რამდენიმე ძალიან ცნობილი და მაგარი ვიდეო კლიპი აქვს გონდრის გადაღებული ამ არტისტის კომპოზიციებზე. მეოთხე. შეიძლება ყველაზე ცნობილი ისლანდიელი. იონე? ბიორკი. +20 გულა ბიორკი. შემდეგი მინდა რეჟისორი. ის ვინც ფრანგული ახალი ტალღა დაიწყო. ფრანგული new wave რაც არის 60-იანი წლების. დადო? გოდარი? რა თქმა უნდა, -10. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველა ამას იტყოდა პირველი და საერთოდ ვიცი ვინ. მეორე. ის ვინც სპილბერგმა თავის ფილმში ათამაშა. გეტყვით რომ ეს არის ერთადერთი როლი მის კარიერაში, როდესაც სხვის ფილმში თამაშობს. დანარჩენი მხოლოდ საკუთარ ფილმებში თამაშობდა. მესამე. მილოშ ფორმანის ამადეუსის მოლოდინში 1984 წელს გაჩერებული გული. მისი მეგობარი იყო ფორმანი, პრემიერაზე უნდა წასულიყო, რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა ყოფილიყო და ცუდად იყო და გარდაიცვალა სამწუხაროდ 84-ში. მეოთხე ფარენჰეიტის ხო არ გაქვს კიდე კითხვა? რა იყო? ფარენჰეიტის ხო არ გაქვს კითხვა? კი. არ მაქვს, არა. კითხვაში არ მაქვს, მაგრამ მეოთხეზე მიხვდები ახლა. მიხვდები რა? ვიცი ვინც არის მეორეზე მიხვდები. ვიცი, მაგრამ მეოთხე არის თავარი მინიშნება, ანუ 400 დარტყმა. აი წარმოვიდგინე. და მეხუთე. ის ვინც გოდარში არ უნდა აგერიოთ, მეგობრებო. მადლობა. კაი დროსა. გოდარის მეორე არის. ყველაზე ხშირად გოდართან ერთად ვისაც ახსენებენ, აი ესე შემიძლია გითხრათ. პასუხი არის ტატო გვეტყვის. მადლობა ტატოს. 5 შეკითხვის შემდეგ 190 ქულა ტატო, 90 ქულა ივანე და გაბრიელი 30 ქულით. წინ მეგობრებო გვაქვს კიდე 5 შეკითხვა, ანუ 250 ქულა. მეცნიერი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად ეზიზღებათ. ანუ ერთი მეცნიერი რომ მკითხოთ, ვინ ეზიზღებათ? ვინ დააჭირა? რობერტ ოპენჰაიმერი. არა. ოპენჰაიმერი არა, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს უყვარს თავის გამოგონების გამოცი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებებიც მოიტანა. აი, ნახოთ ტატო რას წვეს? დენი ბაზრე. ჩარლზ დარვინი. ჩარლზ დარვინი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს, მაგრამ უმეტესობას ეზიზღება გამომდინარე იქიდან, რომ მათი რელიგიური შეხედულებებს არ ეთანხმება ჩარლზ დარვინი. +50. შემდეგი. ტერალი მჭირდება. ელენ სილა ლუმენ ნომენტიელვო. მეორე მინიშნება. 7-ჯერ მიაყენა ფინგოლფინმა მორგოთს ჭრილობა და 7-ჯერ შეძრა სამყარო მორგოთის შემზარავმა ყვირილმა. ტოლკინია ნამდვილად. +40 ხულა ტატო და ამით მეგობრებო დარჩენილ კითხვებს აზრი დაეკარგა. მიულოცოთ ტატოს გამარჯვება. და ეხლა თუ შეიძლება რიგრიგობით შევაფასოთ და ვთქვათ რას ველოდით და რა მივიღეთ. დაიწყე ტატო შენ, რადგან მოიგე. ავიც ცოტა უფრო მარტივ კითხვებს ველოდი მეორე რაუნდში. შედარებით რთული გამოდგა. მე მგონი ყველაზე რთული მეორე რაუნდი თქვენ გაქვთ. შემოგიწიეთ. ხო, არ ვიცი, სხვებთან როგორ იყო, მაგრამ ჩვენ სამრევ თანხმდებით არ გავთ მეორე რაუნდი რთული იყო და. რატომღაც მე რო არ დავითანხმ. იმის იქით რა ვიცი, მუსიკაზე და ლიტერატურაზე და ხელოვნებაზე ზოგადად თამაშს ასე ამოუნდა. და კაი კითხვები იყო, მაგალითად ბოლო რაუნდში და მესამეშიც, მაგრამ მეორე ცოტა ისე საუბარი. გერთულად. კაი.
ივანე, კაი იყო, მაგრამ აი რაღაცები რომ ყოფილიყო ჩემი დაბადების მერე რომელზეც წელს დაიბადე? 2001. 2000 რომელში დაიბადე? 1. 2001-ის მერე ბევრი არაფერი მომხდარა. პოზიტიური. ძალიან ცოტა რამე მოხდა პოზიტიური 2001-ის მერე. მატრიცაში სწორი იყვნენ ვაჩოვსკები, როდესაც თქვენს რომ როდესაც ჩემი დაბადებიდან ორ თვეში მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი. როდესაც მანქანებმა გადაწყვიტეს რომ ადამიანებისთვის ილუზია შეექმნათ, მათ აირჩიეს პიკი კაცობრიობის 1999 და მართლაც 99 იყო პიკი. მადლობა ივანე, გაბრიელ. მოგების იმედი თავიდანვე არ მქონდა გასართობად მოვიდეთ, მაგრამ რამდენად გავერთი ალბათ ჩემი გულები მეტყველებს მაგას. საფეხბურთო პრესინგი დაბრუნდება მეგობრებო. და საფეხბურთო პრესინგში გიხილავთ, მანამდე კი ტატო ილოცავ ფინალში გადასვლას, იქ კი матჩდეის ანდალუსიური თავგადასავლისთვის ორ ფინალის დაუპირისპირდები, წარმატებები იქ. მადლობა მეგობრებო. მადლობა.